მელიქიშვილზე მომხდარა დაპირისპირებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს თბილისის მერი. კახაკალაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა მიზანი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის მცდელობაა. მაკუნა აბულაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, მან ცოტა ხნის წინ ჩაწერა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. გიორგი ყურულაშვილი ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეთაგან, რომელიც გუშინ აგრესიით, უხამსი და უცენზურო შეძახილებით გამოირჩეოდა. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა გქონდა მასთან. პირველ რიგში იყო თუ არა ეს მიზანმიმართული პროვოკაცია, როდესაც მათ ძალიან კარგად იციან, რომ კახაკალაძის საარჩევნო შტაბში არაერთი ადამიანი არის შეკრებილი და მათი მისამართით მსგავსი ქმედებები იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი. ყურულაშვილი გვიმტკიცებდა, რომ მან მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთაველის გამზირზე ინციდენტი მოხდა მხარეებს შორის, თუმცა უწყვეტად ჩაწერილი კადრები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს ინციდენტი საკმაოდ გვიან განვითარდა და ყურულაშვილი სწორედ მანამდე აყენებდა შეურაცხყოფას კახაკალაძის მხარდამჭერებს. ასევე კითხვა ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა პასუხი. აქციის მონაწილეების მსგავსად ყურულაშვილიც მთელ პასუხისმგებლობას, ხელისუფლებას აკისრებს და კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რამდენად მიზანმიმართულია ეს ქმედებები, მაშინ როდესაც ეს არ არის პირველი შემთხვევა და მას შემდეგ რაც კახაკალაძის შტაბი ოფიციალურად გაიხსნა, სწორედ ლოკაციის შეცვლას აქციის მონაწილეები ცდილობენ და რუსთაველის გამზირის ნაცვლად სწორედ ამ შტაბთან იკრიბებიან, შტაბთან, სადაც არაერთი როგორც ახალგაზრდა თაობის, ისე ასაკოვანი თაობის წარმომადგენლები იკრიბებიან და მაყურებელმა კარგად იცის, როგორ ვითარდება მოვლენები, როდესაც აქციის მონაწილეები სწორედ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, ისმის უცენზურო და უხამსი გამონათქვამები. ყურულაშვილი ამბობს, რომ ეს პროტესტია და ამ პროტესტმა შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს. პროტესტი არის. კი, ვაგინებდი, შევაგინე კონკრეტული მიზეზის გამო. გიდასტურეთ. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემზე, ჩემს აქციელზე. აქციებზე ხდება ყველაფერი. სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ესეთ ფორმას იღებს. საარჩევნო შტაბთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მხოლოდ ერთი სახელი აქვს, ეს იყო კარგად დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მთავარი დანიშნულებაც არის ის, რომ როგორმე შეიქმნას განცდა, რომ წინა საარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და დაძაბული. ასევე მმართველი პარტიის წევრებისგან მოვისმინეთ, რომ ეს არის გარედან მართული პროცესები და როგორც აქამდეც არაერთხელ ითქვა, ამ პროცესებს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დესტაბილიზაციის მცდელობა მოხდეს და ქვეყანაში პროცესები ხელოვნურად დაიძაბოს. ამ ადამიანების ყოველდღიურობად იქცა მოვარდნა, შეურაცხყოფის მიყენება, გინება. საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს არის საარჩევნო შტაბი, ჩვენ არავის არ უვარდებით, არავის არ ვესხმით თავს. მე იმედი მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციები და თუნდაც ევროკავშირის საელჩო და ელჩი დაგვდებს პატივს და გააკეთებს შესაბამის შეფასებას აღნიშნულთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია უბრალოდ იმყოფებოდეს საარჩევნო კამპანიაში და რამოდენიმე მოძალადე ადამიანი დაჯგუფება გივარდებოდეს და ადამიანებს ხელს უშლიდნენ მუშაობაში და აყენებდნენ შეურაცხყოფას. მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, ასეთ ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რომ უცხოური ძალა არისვენებს, რომელსაც ყავს აქ თავისი აგენტურა, რომელიც ასევე არ მალავს, რომ არის უცხოური ძალის წარმომადგენლობა, იციან რა, რომ ხარდაჭერა საზოგადოებაში არ აქვთ, აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. ვინც შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წევრებს და ასე შემდგომ სახით, რეალურად იქ ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო. ვინც აფინანსებს, ხო, რეალურად ის ქმნის სურათს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ეს პირველი დღე არ იყო, ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ვინაიდან ეს გამარგინალებული ჯგუფები იმისათვის, რომ თავიანთ გარე დამფინანსებლებს დაუმტკიცონ, რომ რაღაცას აკეთებენ და სხვა შორის ერთ-ერთი აქტივისტი წამოწდა, რომ 150 ლარს გაправება ჭირდებაო, დაუმტკიცონ, რომ რაღაცა დღის წესრიგს ქმნიან, ხო? მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მეტი დაძაბულობა გამოიწვიონ, მოდიან საარჩევნო შტაბთან
ჯგუფთან, სადაც 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და აქ იმყოფება ძალიან ბევრი ხალხი. რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდებით, როდესაც ისინი კიდე დაგეგმავენ მორიგ პროვოკაციას, რომ შტაბიდან არავინ არ გავიდეს, მცდელობას ნამდვილად არ დავაკლებთ, თუმცა ძალიან რთული არის ადამიანისთვის, ქართველისთვის ისე შეურაცხყოფის მოთმენა, რასაც ისინი სპეციალურად აკეთებენ. კანონით ყველას აქვს უფლება, რომ ნებისმიერ საკითხი გააპროტესტოს, მაგრამ ამასაც აქვს საზღვრები, რა თქმა უნდა, და არავის არ აქვს უფლება, რომ სხვას მიეყენოს შეურაცხყოფა. ასეთი კანონმდებლობა მოქმედებს ნებისმიერ თავმოყარე ქვეყანაში. ჩვენ რა ვიხილეთ? ჩვენ ვიხილეთ, რომ გარედან დაფინანსებულმა ნაციონალური მოძრაობის ტიტუშკებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ თითქოს თავისუფლებისთვის იბრძვიან და რეალურად წარმოადგენენ ჩვეულებრივ მონურ ფსიქოლოგიის ტიტუშკებს, შეურაცხყოფები მიაყენეს არა მხოლოდ ქართული ოცნების შტაბის თანამშრომლებს, არამედ რიგით გამგრელებსაც. სალანძღავი სიტყვები ფოთლების სროლა, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, ზოგადად რომ მომდინარეობდა დაორგანიზებული მართული ჯგუფებისაგან, რომლებიც იღებენ ამ დავალებებს კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრებისაგან. აქციის მონაწილეების რადიკალიზმს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელი შავა პაპუაშვილი ამბობს, რომ გუშინ განვითარებულ პროცესებში ჩართული იყო არა მხოლოდ უცხოელი დიპლომატების მიერ წაქეზებული ექსტრემისტული დაჯგუფებები, არამედ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიებიც. შავა პაპუაშვილის თქმით, ის რაც საზოგადოებამ გუშინ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე იხილა, არის მაგალითი თუ როგორ ხდება არჩევნებში გარეჩარევა. თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარეთ ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო შექმნა. ამ პროცესში ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა ჩართული ხავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ნეტგაზეთი, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე. მიგრძოებული პარტიული ყვითელი ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ მოძალადე მედია ის ახალი ფენომენია, რომელიც რუანდის 1000 ბორცვის რადიოს მაგალითზე უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია. მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ. მაკუნა აბულაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მომხდარი დაპირისპირება